ჩემი სახე ისევ ცუდად გამოიყურება, როგორც ვქრცნობ, ცოტა უხეშია, მგონი ცხვირი გავიტეხე. ამის შემდეგ ტუჩზე ნაკრები უნდა დამადო. საერთოდ აჯანდაბა ეს მონსტერ, ისე მინდოდა ამის დალევა, მაცივარი კი ცარიელია. კილოცავ შენ გამარჯვებას, როგორც თქვი, ბევრს ეჭვი ეპარებოდა შენში, შენს კი გეპარებოდა ეჭვი საკუთარ თავში. გვითხარი ბრძოლაზე, შენს გამოსვლაზე და ზოგადად, რამდენად ბედნიერი ხარ ამ გამარჯვებით. ჩხუბი მიყვარს, მაგრამ კარგი იყო, კარგად გავერთე, სასიამოვნოა, მე ბევრ ცუდ რამეს ვლაპარაკობ, ასე რომ როცა ბევრს ლაპარაკობ და აგებ, ეს უფრო ბევრად მტკივნეულია. სწორედ ამის კითხვა მინდოდა, მართლა ბევრი ილაპარაკე და მე ბოდიშიც მოიხადე, რაც შენი მხრიდან დიდი ჟესტი იყო. მაგრამ ეს ლაპარაკი ზეწოლას ხომ არ გიქმნის, არ ფიქრობ ხოლმე მგონი, მართლა კუთხეში მივიმწყდე თავი ამდენი ლაპარაკითო. არა მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც თქვი, არამედ იმ დონის სიბინძურე რაც შენი ლაპარაკე. ფეხებზე მკიდია, იცით, მე ბრძოლებს ვყიდი. შეხედეთ UFC-ს, რა დედამოსაწყენია. მართლა UFC ძალიან მოსაწყენია. ალექსის გარდა ნახევარს საერთოდ არ ვიცნობ. ალექსი საერთოდ არ ლაპარაკობს, ის უბრალოდ დიდია და საშიში. ეს ტიპი უბრალოდ ყველას ნოკაუტში აგდებს. მაგრამ ალექსის გარდა ყველაფერი მოსაწყენია ზმაო. შეიძლება ეს ცოტა უცნაური კითხვა, მაგრამ რადგან 5 რაუნდი იბრძოლეთ, გაგიხარდა რომ ხამზად ეს მზად იყო შენთან მშვიდობისთვის. არა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ყველას ძალიან მაგრად ვუტევ და რასაც ვამბობ, იმაში ყოველთვის არის სიმართლის ნატამალი. მაგრამ დღის ბოლოს მთელი ეს სიძულვილი ჩემგან გადის. ახლა სიძულვილის ელემენტი უნდა დავტენო, რამოდენიმე დღე დამჭირდება. მაგრამ ერთი სასაცილო ისტორია გინდა მოგიყვეთ. სამშაბათს ჯონისთან, PFL-ის ჩემპიონთან სპარინგობდი. ამ ნაბიჯვარმა კი თეიქდაუნზე წამომიღო. დარბაზის იმ აგურის კედელს დავიჯახე და მხარი ამოვიგდე. მახსოვს, სამშაბათს ღამით ლოგინში ვიწექი. დაწმუნებული ვარ, კრის აქვს ვიდეო, როგორ დავიჯახე კედელს. უკეთესი დამცავები იყიდეთ. ლოგინში ვწევარ, მარცხენა მხარეს ვერ ვწვევი და ვფიქრობ, რა იდიოტი ხარ მეთქი. როგორც წესი, კარგად ვხურდები ხოლმე, მაგრამ ახლა არ მინდოდა მხარი საერთოდ ამომვარდნოდა. იდიოტი ვარ. ვარაუდობ, რომ შემდეგ ჯერზე მაინც სპარინგი ბრძოლის წინ. უბრალოდ რაიმე გალიას ვიპოვი საჩუქრად, ჯანდაბაცის აგურის კედელი. ამბობდი, რომ ერთადერთი იქნებოდი, ვინც ამ ტიპს მოუგებდა. რომ ის გეჭიდავებოდა, შენ მას აიძულებდი მოძრავა და მეორე რაუნდში ის დაიღლებოდა. მართლაც, მეორე რაუნდში ის ისე ჩანდა, თითქოს ენერგია სულ გამოელია. შენ ძალიან კარგად მოიგერიე მისი შეტევები. გაგიგვირდა, რომ მან მაინც შეძლო ბრძოლაში დაბრუნება. არა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ის ველურია ხალხო. ისეთებს ვუსყამდი, შეხედეთ ჩემს ხელს, როგორაა დასიებული. ის კი უბრალოდ ყლაპავდა ამ დარტყმებს და წინ მოდიოდა. ეს ტიპი ველურია და მზად იყო მომკვდარიყო იმისთვის, რაც უნდოდა. თუ შევადარებთ ადესანიასთან გამარჯვებას, როგორ შეაფასებდი ამ გამარჯვებას? ფეხებზე მკიდია ზმაო, დღის ბოლოს ხანდახან ყველაფერს სისხლით ვსვრი. ფეხებზე მკიდია. ეს დედამოხამარი არაფერს ნიშნავს, საერთოდ არაფერს. და ეს არის იმ სამყაროს პრობლემა, რომელშიც ცხოვრობთ. თქვენ ყოველთვის დასდევთ ტიტულებს, რომლებიც ადამიანებმა შექმნეს. ადამიანები მოგცემენ ტიტულს. მე აღმასრულებელი დირექტორი ვარ, მე ფინანსური დირექტორი ვარო. არავის აინტერესებს ზმაო, ეს ტიტულია, ეს არაა რეალური. მე სულ ამას ვამბობ, ცხოვრებაში ყველაზე დიდი სუპერძალა მადლიერებაა. როცა პირველად ჩავედი ვეგაში 28 წლის ასაკში, მოტოციკლის ავარიის შემდეგ, როცა სამსახურიდან გამომაგდეს. ყველგან სისხლი მდიოდა, მქონდათ ჩემი $12 ბინა, გახსოვთ ჩემი სახლი? უნიტაზზე ჩავრეცხავდი, მიხაროდა, ძალიან მისწორდებოდა. მქონდა მატრასი, მქონდა ინტერნეტი, ძალიან მაგარი იყო. მერე ჩემი პირველი სახლი ვიყიდე, ძალიან მიხაროდა. მერე მეორე სახლიც ვიყიდე, ისევ მიხაროდა. როცა მადლიერი ხარ, ეს საოცრებაა. ეს ბრძოლა რომ წამეგვა, სახლში წავიდოდი, მზე მაინც ამოვიდოდა, კარგად ვისაუზმებდი, ჩემს სულს ნახავდი და ვიტყოდი. ყველაზე იღბლიანი ნაბიჯვარი ვარ ამ ქვეყნად მეთქი. როგორც კი ამას გააცნობიერებ, მერე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. მიყვარს ეს მიდგომა. ნასადად ჰაკპარასტი უკვე პოსტავს ტვიტერზე, რომ შუქს ჩაგიქრობს. ოღ მეთო ჩემო, ეს დედამონასადად ჰაკპარასტი. მართლა გინათ ისევ რასიზმზე გადამიყვანოთ? ეგ დედამოთ იმეკობრე. შენს ტრეშ თოგზე რომ ვთქვათ. ვინ გონია თავი, როცა ამბობ, რომ ჯოშ ჰოგიდი ზედმეტად ჩოს წავიდაო. ოღ მე თუ არა. მადლობა ჯოშ ძმაო. გონი სისხლი მომდის.
ძმაო ჯოშ, იქ გახვედი და იბრძოლე. აღარ გჭირდება იყო მექსიკელი ჯედაი, მაგრამ თეთრი სახლის ქალზე ხარ. ფულს აკეთებ, ხალხი შენზე ლაპარაკობს. როცა ამ სპორტში დავიწყეთ, ყველას გვინდოდა ყოფილიყავდი ჯორჯ სენ-პიერი, კონორ მაკგრეგორიც კი, როცა კონორმა დაიწყო ამბობდა: ბიჭებო, მე არ ვერთობი, არ ვსვამ, მხოლოდ ვვარჯიშობო. ამ დროს კი ეს კონორ მაკგრეგორი ბოზებში დადიოდა და კოკაინს ყნოსავდა. არაფერი მსგავსი, რაღაც მომენტში ხვდები, რომ ბევრად მარტივია იყო შენი თავი. თავიდან მეც ვამბობდი. მის მინეთ ხალხო გრძელითმა მაქვს, არასდროს ყოფილვარ რაზისტი, ძალიან კარგი ტიპი ვარ, კოსტუმი მაცვია მეთქი, მაგრამ მე ვფიქრობ, იცი რა, ფეხებზე მკიდია, განსაჯეთ გძულიერ ცხოვრება ეს არის, ასე რომ ჯოშ, გააგრძელე მოგებები ძმაო, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა რომ იყო. გილოცავ შონ, მეხუთე რაუნდის წინ საჯებს თანაბარი ქულები ჰქონდათ, 2-2-ზე. გრძნობდი რომ ეს რაუნდი გადამწყვეტი იქნებოდა. მოდი მოგიყვებით ჩიმაევზე, ვიცი რომ ვიჩხუბეთ და არ მინდა რაიმე ნეგატიური თქმა, რადგან სიძულვილის ელემენტი დამეჯდა. მაგრამ შენა ბიჭვარო, ნახეთ მეხუთე რაუნდში რა მიქნა. ტატამზე მიანიშნა რაღაც თქვა, მოდი ხალხს ის მივცეთ რაც უნდათო, კაცების ცეკვა თუ რაღაც ეგეთი დავატრიალოთო. მეც ვიფიქრე, კარგი მეთქი, თითქოს ვენდე იმ ტიპს, რომელმაც გუშინ კვერცხებში ამომკრა. გენდე ჩიმაევ, მეგონა სანდო ტიპი იყავი, შენი ღიმილი მომეწონა, ხელი ჩამოგართვი, დაგიჯერე, ხელები მაღლა ავწიე, დამნა ბიჭვარმა თეიგ დაუნზე წამომიღო. მახსოვს გალიასა რომ მიმწყვდია ვფიქრობდი, ძმაო, ეს ბრძოლა რომ წააგო იმის გამო, რომ ასეთი ხარ, დამკაც ენდე, მერე მართლა თავი უნდა მოიკლა მეთქი. შენ ხარ ერთი დებილინა ბიჭვარი შონ, გალიაში მყავდა მომწყდეულ და საკუთარ თავს ვეუბნებოდი, დებილინა ბიჭვარი ხარ, დებილინა ბიჭვარი მეთქი. ისე გამიტყდა. მე ვკითხე კიდე, სად ჯანდაბას აკეთებ მეთქი და გაეცინა. ეგ არაა კაი საქციელი ძმაო, კაცს არ უნდა უთხრა კაცების ცეკვა ქნა თუ და მე თეიქ დაუნზე წახვიდე. ეგ არაა სწორი, არსებობს ეთიკა და კოდექსი. დაწუნებული იყავი რომ მან წონა ვერ ჩააბარა. დენა უაითმა თქვა, ვინც ამას დაიჯერებს იდიოტიაო. აბა აწიეთ ხელები, ვის გჯერათ რომ წონა ვერ ჩააბარა. ამ ნაბიჭვარმა 1000%-ით ვერ ჩააბარა წონა. ჩემი ბანაკიდან ერთი ტიპი უყურებდა, როგორ შედგა საკონტროლო სასწორზე. როგორც კი შედგა, მთელმა მისმა გუნდმა დაიყვირა და სასწრაფოდ აათრიეს, რადგან დრო აღარ ჰქონდა. 1000%-ით ვერ ჩააბარა, მაგრამ მე ამაზე არ ვწუწუნებ. რაც გინდა ისქენი, გინ მძიმე წონოსანი იყავი, ფეხებზე მკიდია. გავიგეთ თქვა, ქვემ მძიმე წონაში მინდა გადასვლაო. უნდა გადავიდეს. თუ ეგ წონის კლება კლავს, წადი ქვემ მძიმე წონაში და ისიამოვნე ცხოვრებით. იქ ბევრად მარტივი კონკურენციაა. დენამ თქვა, რომ ეს იყო პირველი, რაც მას გალიაში უთხრა, რომ შემდეგ ბრძოლა ზედა წონაში ჩაატარებს. დიახ, იმიტომ რომ წონას დედა მოუღდა. ვიცი რომ 20% მე უნდა მევკუთვნოდეს, რა ჯანდაბაა საერთოდ. რაც ფიქრობ, რევანშის შემთხვევაში მეტ ფულს იშოვი, ან ბონუსი თუ გერგება ამ ომის შემდეგ? რა ბონუსი? საღამოს ბრძოლის ბონუსისთვის მოვედი, რა ჯანდაბაა? სიმართლე გითხრათ ჯანდაბას, იმ იაპონელმა ბავშვმა მიიღო. დიახ, ჯანდაბას, მიეცით ბონუსი მას, არ მინდა ბონუსი. იაპონელო, შენ ეს დაიმსახურე, პატარა ველურო. რადგან ის წონას იცვლის, რევანშს აზრი აღარ აქვს, მაგრამ ნასურდინი, ეგ ის ბრძოლა, რომელიც გინდა. მე მჯერა UFC-ს რეიტინგების. ფიქრობ მნიშვნელობა აქვს და მეზიზღება, როცა ხალხი მათ გადაახტება ხოლმე, ასე რომ ვინც რეიტინგშია, ის იქნება შემდეგი. რაზე ლაპარაკობდი შენ და ჯო როგანი გადაწყვეტილების გამოცხადებამდე? აზრზე არ ვარ ძმაო, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე ალბათ, არ ვიცი. გილოცავ, ჩემი კითხვას ნასურდინზე იყო, თუ გინდა ეს ბრძოლა UFC პარიზში, კარგი თარიღი იქნებოდა. დენამ თქვა, რომ ეს შეიძლება სატიტულო ბრძოლა იყოს. გინდა ჩამოსვლა? ფრანგი ხალხი მიყვარს, ნასურდინს კი ფრანგად არ ვთვლი. არ ვიცი თვითონ თუ თვლის თავს ფრანგად. შეიძლება იქ ცხოვრობს, მაგრამ ის დედა ფრანგი არაა. მას არ სჯერა საფრანგეთის, ისა დგას ფრანგი ხალხის გვერდით. მაგრამ მე ამ ქვეყნიდან აღარასდროს წავალ, არანაირი შვებულება, აღარასდროს ვიჩხუბებ ამერიკის გარეთ. მე ამერიკელი ვარ და ამ ქვეყანაში მოვკვდები, მაგრამ ფრანგებს ვეტყვი, თქვენ მაგარი ხალხი ხართ. ერთ დროს ქვეყნიდან გაქცევას ვაპირებდი და ცოტა ფრანგული ვისწავლე. ვთქვი რომ შერიგდით, მაგრამ ელოდი რომ ჩიმავი ქამას თავად შემოგასწამდა.
იცით რა, არის რაღაც სანამ თვითონ არ გამოცით ვერ გაიგებთ, რაც ნიშნავს სხვა კაცთან ჭყობი. ძმაო, შენი სული გაშიშვლებულია, როცა სისხლი მოგდის, მასაც სისხლი მოძდის. მე მინდა დანებება, მასაც უნდა დანებება. ასეც არ გვინდა იქ-ყოფნა. ამ დროს ერთმანეთის მიმართ ისეთი პატივისცემა გიჩნდება, რომელიც რასას, რელიგიას, ეროვნებას და ქვეყანას სცდება. ეს არის რაღაც, რაც უბრალოდ არ იცით. ვიღაცის ძმა ხდები იმას შემდეგ, რაც მასთან ერთად სიკვდილს ჩახედავ თვალებში. მოიგებ თუ წააგებ, მნიშვნელობა არ აქვს. ტრანსლაციაზე ყველა შოკირებული იყო, რომ ბრძოლის წინ ხელთათმანების შეახეთ ერთმანეთს. რატომ ქენით ეს? შიმაევმა თქვა, რომ მე იმაზე მეტი ფული ვაშოვნინე, ვიდრე ოდესმე უშოვიაო. არაფრის ჩიმაევ. არ ვიცი, რამდენად ღრმად გინდა ამაში შესვლა, მაგრამ მაინტერესებს, როცა ამბობდი, რომ ბრძოლას ყიდდი, შენ და ხამზატმა ერთად იმუშავეთ ამ ყველაფრის დასადგმელად თუ? არა, იმ მომენტში, როცა კვერცხებში ამომკრა დაჯანდაბა, არ მიყვარს, როცა მემუქრებიან. შეიძლება ეგ უბრალოდ მისი პიროვნება, მაგრამ დარბაზში რომ იყო, მართლა მემუქრებოდა. ხომ ხვდებით, ისეთი მუქარის გამომეტყველება ჰქონდა. შეიძლება ეს ჩემი შინაგანი კომპლექსია, მაგრამ როცა მემუქრებიან, უბრალოდ შენი მოკლა მინდება. შეიძლება მან ეს არ მიიღო, შეიძლება ეგ მისი ჩეჩნური იუმორია, მაგრამ დარბაზში სულ ცდილობდა ჩემს დაჩმორებას. მე კი ვეუბნებოდი, მოდი ვისპარინგოთ მეთქი და ამას არასდროს აკეთებდა. სიმართლე გითხრათ, შეიძლება მთელი ეს სიტუაცია ჩემს თავში გამოვიგონე. არის მომენტები, როცა ფსიქიკურად კარგად არ ხარ. გქონია ურთიერთობა ხალხთან და მერე შენს twins გონია, რომ სხვა რაღაც მოხდა. უნდა დაჯდე და დაელოდო, სანამ პრობლემამდე მიხვალ. ამიტომ ვარჯიშობ ამდენს. არის მომენტები, როცა სისხლი ყველგან მდის. ცხვირის მოწმენდაც კი არ მინდა, მაგრამ ვიღაცასთან მქონია კონტაქტი. და ჩემი ტვინი მთელ ამ ამბავს ჰალუცინაცია დააღწევს. ასე რომ არსებობს შანსი, რომ მთელი ეს ამბავი ჩიმაევთან უბრალოდ ჰალუცინაციაა. ბრძოლის დროს ცხვირი რამდენად გაწუხებდა? ცოტათი გატეხილია, მაგრამ ფეხებზე მკიდია. იცით რა მაწუხებდა? ის ტიპი ცხვირში რაღაცებს რომ მიტენიდა. ვეუბნებოდი ძმაო, კარგადაა ყველაფერი. უბრალოდ სისხლია მეთქი. მგონი მართლა უნდოდა რომ მომეგო. მადლობა მას, მაგრამ უბრალოდ სისხლი იყო. ვაზელინს მიტენიდა, ვერ ვსუნთქავდი. ვეუბნებოდი დაანებე თავი. და იდინოს სისხლმა მეთქი, მაგრამ ხო, არაუშავს ყველაფერი რიგზია. შონ, უკვე მეორედ ხდება, რომ სადიდულო ბრძოლაში აუტსაიდერი ხარ და მაინც იგებ. ეს მოტივაციას გაძლევს. მომისმინეთ, მე აუტსაიდერი ვარ ბრძონებში, აუტსაიდერი ვარ ჩემს თავში და აუტსაიდერი ვარ ცხოვრებაში. ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ოდესმე ფავორიტი რომ ვიყო, უცნაური იქნებოდა. არენაზე მთელი ბრძოლის განმავლობაში ისმოდა USA და Let's Go Strickland. გაძლევს ეს მოტივაციას. ეს ძალიან მიყვარს. ჩხუბის წინ Instagram-ზე დავპოსტე, როცა ბრძოლაზე ვარ, ყველა ესე მიყურებს, როგორც რასისტ თეთრ ნაციონალისტ. მედია ასე მხატავს, შონი ნაცისტია. ეს სიახატიაო. ეს ჩემი ინიციალებია, წადი თქვენი დედაც. So I'm painted this way, but when I'm at a press conference, when I'm looking at my fans, მაგრამ როცა პრეს კონფერენციაზე ვარ და ჩემს ფანებს ვუყურებ, გგონიათ იქ მხოლოდ ქერა თეთრკანიან ბავშვებს ვხედავ? არა ძმაო, მე ვხედავ მექსიკელებს, შავკანიანებს, ქრისტიანებს, მუსლიმებს. შეიძლება ამ ბრძოლაზე მუსლიმები ბევრი არ იყვნენ, მაგრამ ზოგადად ბევრი მუსლიმი მეგობარი მყავს. ხედავ ამდენ არა თეთრკანიან ადამიანს, რომლებიც მე მიყურებენ და ვფიქრობ, საოცარია, რომ ამ ხალხს წარმოვადგენ და ეს ძალიან მიყვარს. რაც UFC-ში და ამერიკაში მიყვარს, არის ის, რომ აქ არ არსებობს შენ თეთრი ხარ თუ შავი. ჩვენ ყველანი ამერიკელები ვართ. შენ ჩემიანი ხარ და მინდა რომ ჩვენთვის გაიმარჯვო. ეს ერთიანობის დონე, რასაც UFC-ში და ამერიკაში ვხედავ, ეს მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაა. პოლიტიკოსები კი მემარცხენეები და მემარჯვენეები მხოლოდ ჩვენს დაყოფას ცდილობენ. ამ ნაბიჯურებს არ ესმით, რომ არ არსებობს მემარცხენე მემარჯვენე, ან გაქვს ფული, ან არა. სულ ესაა.
motherfuckers don't realize that there is no left right. It's you either have money or you fucking don't. You either have money you ძალიან მაგარია აუდიტორიაში ყურება და მის გაცნობიერება, რომ ამერიკელებს წარმოადგენ. ძალიან მიყვარს ეს. მაგ აზრს დავეთანხმები. ყველა რასის მეგობარი მწერდა, რომ ძალიან უხაროდათ შენი გამარჯვება. Yeah, just to back up that point, I had friends of all races texting me that they were very happy that you won tonight. So Yeah, no, again, it's and honestly ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან საკმაოდ მრავალფეროვანი წარსული მაქვს. სკოლიდან გამომაგდეს სიძულვილით ჩადენილი დანაშაულის გამო, ასე რომ როცა წინ მივიწევ და ყველა ამერიკელი მიღებს, ეს მაგარია. სულ ვამბობდი, რომ ყოველთვის ვიყავი ცუდი ბიჭი, რომელსაც უნდა ყოფილიყო კარგი ბიჭი, მაგრამ მასწავლებლების სასამართლოები სულ გეუბნებია, რომ ერთი ნაგავი ხარ. bad guy who wanted to be a good guy. And I've always wanted to be the good guy, but teachers, courts, you're always told you're a fucking piece of shit. You are a bad guy, like I said, my 7th grade teacher. ჩემმა მეშვიდე თუ მერვე კლასის მასწავლებელმა მითხრა, შონ, შენ არის ხალხისთვის ციხეებს აშენებენო. So eventually you're like, dude, I'm საბოლოოდ იჯერებ, რომ ნაგავი ხარ, მაგრამ ჩხუბის მეშვეობით ბენზინგასამართ სადგურზე ვიღაც ხელს მართმევს და მეუბნება: ჰეი, შენ შონ სტრიკლენდი არ ხარო? ჩხუბის წყალობით საკუთარი თავის ფასი ვისწავლე. ეს არასდროს მქონია და არც მექნებოდა რომ არა ბრძოლები, მაგრამ კარგი, დავანებო თავი ამ პირადას თუ საუბრებს ბიჭებო. fighters. But yeah, all right, let's stop being fucking bunch of faggots here, guys. ბოდიში შონ, ცოტა სენტიმენტალურობას კი შეგმატებ. თქვი რომ ამ სპორტში იმიტომ მოხვედი, რომ გინდა ყოფილიყავი როგორც ჯორჯ სენტ-პიერი. ის დღეს აქ იყო და შენს ბრძოლას უყურებდა. რას ნიშნავს შენთვის, როგორც მე ბრძოლისთვის? ეს მომენტი იმ კაცის წინაშე, ვინც ამ სპორტში მოგიყვანა. something to have this moment in front of the guy who got you into the sport. Cocking up blood. გონიცხოი ნამდვილად გავიტეხე. ჯორჯ სენტ-პიერი ლეგენდაა. თუ გინდათ ილაპარაკოთ ადამიანზე, რომელსაც დაბალი თვითშეფასება ჰქონდა, იმ კაცს ასეთი ჩხუბი არ უნდოდა. ისტორიები მაქვს გაგონილი, როგორ ნატრობდა მიწისძვრა მომხდარიყო, რომ ბრძოლა ჩაშლილიყო, მაგრამ მაინც გადიოდა თავს ძალას ატანა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხდებოდა. ის ლეგენდაა. მახსოვს ჩემი პირველი ბრძოლა ჰიუსტონში, ჩემი პირველი ბრძოლა UFC-ში, ვუთხარი, შენი დიდი ფანი ვარ მეთქი. პატარა ფანბოივით ვიყავი. მან კი მითხრა: ჰეი შონ, ახლა მე ვუყურებ შენს ბრძოლებსო. And that was fucking my first fight in the UFC. He told me, Sean, now I'm watching you fight. And ეს ჩემს პირველ ბრძოლაზე მითხრა. საოცარი იყო. ის კერპია. ყველას გვინდოდა ყოფილიყავი ჯორჯ სენტ-პიერი. ყველას გვინდოდა ნაიკის და ქარხნების ფული, მაგრამ რეალურად მე არ ვარ სენტ-პიერი. მე ერთი თეთრკანიანი ნაგავი ნაბიჯვარი ვარ. I'm a white trash motherfucker, dude, and I say a lot of off-color shit. And ბევრ უხამსობას ვამბობ, გაუმარჯოს მონსტერს. კარგია, მოკლედ ბიჭებო, მადლობა ყველას. დავცლი სიძულვილის ელემენტს და მოგვიანებით უკეთეს ინტერვიუს მოგცემთ. let the hate battery recharge. I'll give you some better interviews later.